აუ რა, არ დაილია ამ სახლში ეს ჭურჭელი რა. რას გადამიგდე ბაცუნა ის ჭურჭლის სარეცხი? ორ კვირაში სამჯერ გაფუჭდა ის ჭურჭლის სარეცხი და გადავაგდე. მთელი დღე რო უზიხართ ამ ფოტოსტუდიის ამბებს რა. არ მოგშივდეთ მაინც. გინდათ გაგიკეთებთ რამეს? არა ნინი, შრომას კაცი არ მოუკლავს. რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს გაკეთებულ საჭმელზე. ვარ გინდათ და ნუ გინდათ რა. წავალ მაშინ მე გვარცასთან. აუ არა რა ნინი. მოდი სახელი მაინც მოვაფიქრებინე. ხო რა, თორე მე სულ გოგოების სახელები მაფიქრდება, მეტი არაფერი. ხოდა დაარგი, εγώ ნიკა ბანდარი მუშავებს. კარგი რა, რაღაცა საინტერესო სახელი გვინდა რა. ხო რა, რაღაცა ორიგინალური უნდა იყოს განსხვავებული. და არა ფოტოსტუდია, ფოტოსახლი ან ფოტოლაბორატორია. უკეთესი რა. ფოტოკლუბი? ო ფოტო. ფოტოგენაცვალი? ფოტორობოტი? აი მოგწონს ახლა შენეგენი? არა, მაგრამ რაღაც იდეებს ვისვი რა, იქნებ ერთი გავარტყა. ფოტომანიაკი? ფოტოსინთეზი? ფოტო გადაარჩენ საქართველოს? არა. ეგ სახელი არ დაარქვა. თორე მამაჩემს დაევასება და მართლა დაგორქმევინებს. მაგ პარტიაში იყო. და შენ. გოგო სახელის გარდა მოიფიქრე რამე? კი. რა. ბიჭის. მომისმინეთ. Nika and Tornike Production Digital Installation Studio. კი, მარა ხა, კაია. ცოტა გაპრაჭული ხო არა? ვაუდგეთ და ჩვეულებრივ სახელი დავარქვათ რა. ნიკა ნიჟარაძის ფოტოსტუდია. ხო, მაგრამ მაგ სახელს ახლა სადღაც ვოკალური ინსტრუმენტალური ჭირდება, გაიგე? ითხოვს რა. აი, ნუ ახლა სახელის გარდა სხვა არაფერი გაქვთ მოსაფიქრებელი. პირველ რიგში უნდა მოიფიქროთ, როგორ მოიზიდოთ ხალხი ამ თქვენ ფოტოსტუდიაში. ხალხი რა? გოგო ხალხი. ხო, გოგო ხალხი. საიდან უნდა გაიგონ ამ თქვენი ფოტოსტუდიის არსებობის შესახებ? კარგი რა, ლინი რა. საიდან და მე გავაბაზრებ. შენ კიდე ადგები და გვანცას ეტყვი და გვანცას გააბაზრებს. სხვა საქმე რა აქვს რა? ეგრე მარტივად არ არის რა. თავიდან რეკლამა დაგჭირდება. ნუ Facebook გვერდი მაინც. ო, მაგას მე გავაკეთებ რა. ხო, ეგ შენ გააკეთე. ესე იგი ახალ პოსტებს ატვირთავ, ახალ იმიჯებს ატვირთავ და ყველა მოდელის ლინკს პირადში ჩამიგდებ მე. მეტი საქმე შენ არ გექნება. მოკლედ ნინი, შენ Facebook-დან მოიჭედავ გოგონებს. შენ კიდე პირადი კონტაქტებით. ანუ შენ ისეთებს ვის ოჯახშიც ისშევა და შენ კიდე ოჯახში როა შეიშვება. გოჩა დვალს ჟურნალი ბიზნეს ვიკი და მეწარმეთა ასოციაცია გეპატიჟება წარმატებული ბიზნესმენის დაჯილდოების ცერემონიალზე და არ მესდება ამის კითხვა კაცო. და ცნობილი კაცი ხდება ჩემი გოჩა. ხა დაიწყება შეხვედრები, ინტერვიუები, წითელი ხალიჩა და შენ რუსუდან. შენ რამდენი რამე გჭირდება ეხა? დაბები ბატონო, ფეხსაცმელები, ჩექმები, ქუდები, პალტო, ჩანთა, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომელი ერთი. რუსო, ისა, ჩემი საპარსი საგარი. გოჩა შამპუნებთან არ დევს? აი მე გოჩა. დამავიწყდა შამპუნის ყიდვა და როგორ იბანავე? წყალი გამოვავლე შამპუნში, იცის ხოლმე ძირზე დარჩენა. კარგად გამოიტანა, ერთ ცოტა ხანი კიდე მეყოლა. ისა, შამპუნებთან ხო? ხო. გოჩა მომისმინე?
რა ჯილდოც არ უნდა მოგცენ. წლის ყველაზე ხელგაშლილი ბიზნესმენი თუ წლის ყველაზე ხელმომჭირნე ბიზნესმენი სიტყვები ბოთლი და ფსკერი ამოიღე ხმარებიდან, კარგი? რას ამოფრუს? რას? მაგას ეხა ჩემი საბუნას გარდა ვინმეს ვასწავლი? ხარონ ფულები და ისა. ხარონ ისინი სავსე შამპუნები თუ უნდათ. გოჩა! ვაი და გაიმარჯვე, ბიჭო. აგიყვანე სცენაზე. ტექსტი გააქვს მომზადებული, ჰა? როგორ არა? გითხრა? აბა? დიდი მადლობა ამ დაფასებისთვის. ახლა კი სიტყვას გადავცემ ვახოს. დედა რას მეუბნები, გოჩა, რას მელაპარაკები? მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებო, ბიჭო, და მშურს იმ ხალხის აი ცერემონიაზე. ცოლებს მადლობას რო უხდიან, გოჩა, აი, იცი როგორ მადლობა დედა ნორას. მამა გოდერძის და ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე წარმატებული მყოფილიყავი ჩემს რუსუდანს. რუსო მიყვარხარ. მართალი ხარ ხო შენ? ბიზა ჩემს გულივერ დვალს რო არ გადავუხადო მადლობა, ალბათ საფლავში გადატრიალდებ. მაგან მასწავლოთ ცურვასავით ფულის შოუ. გულივერი გოჩა ცურვასავით როგორ გასწავლა ცურვასავით გამაგები როგორ მასწავლა და აბა ეხა შენ წარმოიდგინე სტუდენტობის დროს სახლიდან გასვლამდე მარტო 20 კაპიკს რო გაძლევს. წარმოიდგინე შენ რა უნდა ქნა ეხა რომ რამენაირად გაძლო მთელი დღე ისე რომ ფული არ იშვა. მოიცა გოჩა ეხა შენ გინდა რომ მე შენი შვილის დედას მადლობა არ გადამიხადო? აი რუსო გეხუმრე ხა რა ბიძა ჩემი. შენთვის ისეთი სამადლობელი მაგ ამზადებული. მართლა? აბა რა რუსო რაც მე შენთან კრემების ყიდვა არ ყიდვაზე კამაჩი ვაჭრობა ვისწავლე მაგაზე მადლობას როგორ არ გეტყვი გოგო მათხოვე. დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს რომელიც მაძლევს мотиваციას რომ უფრო მეტი გავაკეთო. რომელიც ყოველი თვის ბოლოს მეუბნება რომ ახალი კრემი მაქვს საყიდელი. რომ ჩემი მეზობელი ალასგან უკვე იყიდა კაბა რომლის ფულიც ჯერ კიდევ არ გადაუხდია. რომ ალა მითხრა თვის ბოლომდე დაგაცდიო თან მანამდე კიდე ახალი რაღაცები უნდა მიიღოს ალეჩკამ. ასე რომ შენ მაგაზე არ ინერვიულო. აი რუსო რა ჯეკპოტს კი არ ვიგეგვა. დიდი ერთი კალამი მომცენ. ეხა ისიც თუ გავიმარე. გოჩა მომისმინე ახლა რა გითხრა? აი მოგცეს პრიზი და არ მოგეწონა. არ დაიწყო იცოდე შენებურად წუწუნი რა. რა ქენიცი შეხედე ამ პრიზს. პატარა პაუზა აიღე და ვაუ. შენა ვაუ თუ ვაი. ნუ მაიმუნო გოჩა, რა სიცვამ მითხარი, რა სიცვამ. იცი რა, ადამიანისთვის ესეთ საღამოზე ტანსაცმელი რაღაც შინაარსს უნდა ატარებდეს. რა ვიცი რუსო ხა სმოკინგის ჩამს მე არა ვარ და თუ გინდა რომბებიან სვიტერს ჩავიცი. გოჩა რა, რომბებიანი სვიტრი რა შინაარსის მატარებელი ერთი გამაგებინე. რა ვიცი მე. ისა რომბების ყველა გვერდი ხო ტოლია. აი როგორც ჩვენ ბიზნესში მაგალითად მე რაბა და ვახო ტოლები ვარ. რა ვიცი ეგრევე. სუნამო. ებზე მაფიქრებ რა რუსო რაღაცა. აი გოჩა. რა არის ეგ? აი სუნამო. მოდი აქა. აი. მოიცა. მაინც აქეთ ამ ხრიდან უნდა გადავკოცნო ხალხი და აქეთ რაღაც მინდა. რას ბოდა გოჩა, ვადა გაზდის ამას, ვადა. ვადა კი გაზდის, მაგრამ სუნი ხო არა რუსო ბატონ. აი მოაცილე აქეთ. ნუ სად არის ეს გოგო ამდენ ხანს რა? ვაიმე მაშინდელივით თუ გაფენილ სარეცხს ითვლის გარედან აი მოვკავა რა. ნუ როგორც იქნა მოხვედი განცა? ნინი, იცი რა მაინტერესებს? შენ რომ მითხარი გამოდი ჩემთან სახლში, საქმე მაქვს შეხვედრა მინდაო. ანუ შემიძლია ახლა დავპოსტო რომ შეხვედრაზე ვარ, სულ მინდოდა და კი, განცა შეგიძლია. შემიძლია ხო? კაი, ესე იგი. დავპოსტე. ხო და ვიშეხვედროთ. დაჯექი ნინი. მადლობა განცა. მოდი მოკლედ. ეხა ტელეფონში რაც მოგიყევი ამ ფოტოსტუდიაზე, ხო გახსოვს? კი, ესე იგი, ნიკა და თორნიკე ხსნიან, შენ ხარ Facebook ადმინი, გვერდიც დავალაიქე, მაგრამ იცი რა ვერ გავიგე. რატო ხსნიან? რა ჩვენ ვერ ვიღებ ფოტოებს? ნუ ეს ისეთი ფოტოები იქნება, სადაც ორივე ხელი გიჩანს.
ის რამდენი ხანია ეგეთი ფოტო არ მქონდა. და მე რა შუაში ვარ? რა შუაში ხარ? გვანცა და ეხლა რაში მჭირდებ? უნდა მომაფიქრებინო რაღაცა აქციები. მოიცადე, ვიცი. ესე იგი. ჯერ სტრატეგია დავსახოთ, შემდეგ სამიზნე ობიექტი განსაზღვროთ და ამ ობიექტის გარშემო ჩვენი იდეები და აქციები განსაზღვროთ. ან უფასო ნაყინი. ოჯახ გვანცა. ხო, ეს უფასო ნაყინი ხომ მოგეწონა, ჩემი მოფიქრებულია. ხო და ის აქციები და სისულელეები ჩემი ძმის სიტყვები. ეს რაღაცა სისულელეებს ლაპარაკობს. კაი, მოკლედ გვანცა. რაღაცა გრანდიოზული, მასშტაბური აქცია გვჭირდება, რა, მასშტაბური. მასშტაბური. სტიკერები დავამზადოთ და ჩუმად მივაკრეთ ხალხს ზურგზე. აი, სკოლაში როგორც ვაკეთებდით ხოლმე. ხო და წარმოიდგინე, ესე გვეყოლება მთელ ქალაქში მოსიარული რეკლამები. კაი, რას ამბობ გვანცა? არ გამოვარა. ვიღაცამ შეიძლება გვიჩივლოს. გვიჩივლოს. ძალიან კარგი, პირიქით, მივალთ სასამართლოზე, ამ ფოტოსტუდიის შესახებ გაიგებს მოსამართლე, მერე პროკურორი. ნელ-ნელა ხალხს მოვიზიდავთ. რა სისულელეა გვანცა? ნუ თუ სისულელეა, მაშინ ვთქვათ, რომ ყველაზე ბანძი და ძვირიანი სტუდიაა და გავავცელოთ. რას ამბობ? ნინი, შენ არ გაგიგია? შავი პიარი ყველაზე კარგი პიარია. კაი, გვანცა, მოიცადე, შევეშვათ ეხლა ამ აქციებს და მაშინ მომაფიქრებინე ლაიქები როგორ მოუმატო ამ პეიჯს. ლაიქებ, ეგეც ვიცი. ყველაზე დიდი შუქნიშანი ხო იცი სად არის? ხო. მანდ მივიდეთ წითელზე და მძღოლებს დავურიგოთ ფლაიერები. ვაიმე, და გაჭრის? იცი რა, არ ვიცი, იმ დღეს გაზის მონტაჟის ფლაიერს მაძლევდნენ. ხო და ჩვენ რომ ვლაპარაკობდით, უცებ უკან ხალხმა სიგნალი ატეხა, რომ ჩვენც გვაინტერესებს, ჩვენც გვინდა გაზის ფლაიერებიო. და სად არის ეს ბიჭი ამდენ ხანს? მე მიხმერთო, ნეტა გამარჯვებული დაბრუნდეს, ჩემი გოჩა, ნეტა გამარჯვებული და ერთი კვირა ხმის ამომღები არა ვარ, არ მინდა არც ერთი კრემის ყიდვა. თუმცა ეხლა ფასდაკლებაზე ვიყიდი მაინც. ძნელია რუსუდან, ძნელია ბიზნესმენის სოლობა, აბარა. გაუმარჯვია ჩემ ბიჭს. როგორ მივხვდი? კარგი რა გოჩა რა. ისეთი გაბღენძილი სახე. ბოლოს მესამე კლასში მარტო შენ რომ მიიღე ხუთიანი, გოჩა იმის მერე არ გქონია. რაში გაიმარჯვე გოჩა? რაში და პირველი, ესე იგი, წლის საუკეთესო შემომტანის პრიზი ავიღე და მეორე ისა, როდესაც ვიხმრე რომ მარტო ოჯახში კი არ ვარ მეთქი შემომტანი, არამედ ქვეყანაშიც მე ვარ შემომტანი თქო, წლის იუმორისტი ბიზნესმენი. და ვინ არისო? ჩემი შემომტანიო, ჩემი მთელი ქვეყნის მომარაგებელიო, ვინუქინისო, რუსოსო, ბევრკრებებსო. აი ეხლა მომასუნთქე რუსო, შემარგე კაცო ეს ჯილდო რა. ხო მართლა გოჩა, რა ჯილდოა? არა, წუწურაკები არიან აგაცო და ორკაციანი საგზური მომიგდეს იმ ბაზალეთს. რა გადასარევია გოჩა, რა გადასარევია? რამდენი ხანია მე და შენ მარტოები გოჩა არ წავსულ ვართ არსად, როდის მივდივართ? ხვალ. ოღონდ ჯერ არ ვიცი მე და მერაბა წავალთ თუ მე და ვახო. გოჩა, ვახო და მერაბი რა შუაშია? ჯილდო ხო შენ მოგცეს? არა რუს, არა. მიცეს კომპანიას და კომპანია ვინ არის? მე, ვახო და მერაბა. აი. გოჩა, კი მარა სამ კაცს ორკაციანი საგზური რატო მოგცეს? რა გითხარი, წეგან წუწურაკები არიან მეთქი რაღაც. მიხდი ეხლა გოჩა, რა ცუდია დღესასწაულებზე მარტო ერთ თეატრის ან კინოს ბილეთს რომ ყიდულ და მე შენთვის მე რომ მიწევს ბილეთის ყიდვა. მიხდი? ერთი მე არაფრის ყიდვას არ ვაპირებ და მეორეს ერთიც ვახომ და მერაბა ერთმანეთში მოვილაპარაკო. მერაბა. მერა. წავიდეთ კი ბატონო, მაგრამ ვახოს რა უყო? არა, ას ლაპარაკობ მე რა. ცოლი რომ მოვიყვანე, მაშინ არ გავპარულვარ რა ასისულელი. ვიცი რომ არ თევზაობს, მაგრამ ისე რომ უყიდოთ ეხა ერთი საგზური ვითომნა. თუმცა ხო ეგ რაღა პრიზი გამოდის. აი და რატო მაინც და მაინც შენ ეხლა, ჰა? აუ?
ცოლმა სახლიდან გამომაგდო და სადმე დასარჩენი მინდა იქითო ბაზალეთის მხრისკენო. მაინც და მაინც დუშეთის მხარეს გამოგაგდო ცოლმა? აი, რაღაცას მოვიფიქრებ. აი. დედა რა უხერხულია ვახოსთან კაცო. ეხა ვახომ რო დარეკოს გოჩა. ვახორეკოს. ვახო, აი, თუ არ არსებობს ეხლა რამე, ჰა? ხო, ვახო. შენ ავათარი ყავი, კაც. კარგად ხარ? რაო? რა დაგინიშნა ექიმმა? ეხა ვახო რა, როდის იყო ეხლა ექიმი სამკურნალო ტბას ნიშნავდა, კაცო და მაინც და მაინც ბაზალეთისას. შენ ბებია ჩემს თავი დაანებე. მე კი მოუქცეულ ვარ უშნოდაც, მაგრამ უხერხულია კაცო მე რამას. ხო, რაღაცას მოვიფიქრებ, კარგი. დედა რა ვქნა? რა დღეში ხარ გოჩა, რა უნდა ქნა, ჰა? აუქნა რუსო, ასე ვერ გადავწყვეტ, კაცო. არ მინდა რომ ან ერთს ვაწყენინო, ან მეორეს. ბავშვობიდან ერთად მოვდივარ. დაბადების დღეზე რომელმა უფრო ძვირიანი საჩუქარი მიყიდა? ნიკუ შევწდი რა. ნინისთვის არ უნდა მიმენდო გოგოების მოყვანის ამბავი რა, ჩემ თავზე უნდა ამეღო რა. რატო ვითო? რატო და ეხლა ნინის გიგემონებას არ ვენდობი. ძალიან დავაგვიანე. კი, სასტიკად დაგვიანე, მოვუკვდი ადამიანი ნერვულობით რა. აი, ნუ უსმენ ამას, არსად არ გვეჩქარება. აბა მითხარი რა ქენი? მე რა ვქენი, ო, ნიკა? ო. მე ყველაფერი მოვასწარი და ყველა დავითანხმე. როგორი ცოლი მყავს? მე კიდე იცი რა მაგარი გოგოები მეყოლება დღეს სტუმრად არა ნინი. აბა რა? მართლა ნინი? მართლა მაგარი გოგოები იქნებიან? მე ბაცუნაი ყველა ისე მოგეწონება რომ გაგიჟდები, რა გაგიჟდებით. ვა. ოჯახ ნიკუშ, ოჯახ. როგორ კარგად და სწორად დაგიყენებია ოჯახში საქმე. აბა რა? ჩვენ თანამედროვე ოჯახი გვაქვს. ძალიან კარგი. ნინი, რა მაინტერესებს იცი? უფრო როგორები იქნებიან? აი უფრო ქერათმიანები თუ შალუგრემანები? ყველანაირი, თორნიკე, ყველანაირი. განსხვავებულები, რაღაცნაირები, კარგები, არაორდინალურები, იცი რა გოგოები? აი მე კაფე. გასამობლო. ეგ რა მაინტერესებს? ანუ გზელფეხებიანები იქნებიან? კი, ძალიან მაღლები, ძალიან მაღლები. აი მე ღმერთო როგორ მიყვარს ეს გოგო. და ჩემი სამსახური. და სად არიან მე ამდენხანს კაცო? რატო აგვიანებენ, ჰა? აქ არიან, მინაგვიანებს, მაკიაჟს იკეთებენ და შემოვლენ ახლა. აქ არიან? რა არის ეს ნიკუშ, ჰა? და 50 კადრი დამაკდა გუშინ ძმაო. არა პროფესიონალობა ეს ნიკუშ, არ არის ეს პროფესიონალიზმი და არ არის ეს შენი ისა რა. თუ არის ფოტოების ისა, გადაგება მე გასწავლი. გასაგებია შეფ, გასაგებია. აი ხა ნახე როგორ უნდა? დაინახეთ აი ესე 1 2 3 Молчи, точно. ეს ლიას ხმა იყო? რა არის ნიკუშ, ჰა? მე შენი მშობელი არ დამიბარებია დღეს? Ниним дамибара მე და არა მარტო მე. Девочки, на сцену. ო, რა მაგარი იდეა, ნინი. ყველა თაობის ქალის ფოტო გვექნება. და ერთი მოწყენილი ბიჭის. რას ამბობ, თონიკე, ძალიან მაგარი იდეა, მაგარი ფოტოსესია გვექნება. ყოველთვის მინდოდა აი თაობები მეჩვენებინა რა, აი ასაკში სხვაობა. აი აქეთ გვანცა, აქეთ ლია და შუაში რუსო. შუაში თუ მე გვანცასკენ. გვანცა, მიდი რა დავიწყოთ ახლა შენგან, მიდი დაჯექი. ჩემგან, ანუ მე ყველაზე ახალგაზრდარობა, რა შენგან. გვანცა, ცოტა სახიაწიე და ტუჩები შებურცე. ო, კარგი, აბა, მოემზადე, აბა ვიღებ. აბა გვანცა სასიამოვნო იყო შენთან მუშაობა, გამოდი. ანუ უკვე მუშაობ?
ვაიმე, მუშაობ, დედიკო, აბარა. ნუ სტაჟი არ ჩაგეთვლება, მაგრამ ვაიმე, დედიკო, მოიცა, აი ყოველთვის მინდოდა ესეთი სურათის გადაღება. აი. კარგია დედა? Всегда хотела иметь такую фотку. აჰა, დიდი მადლობა, კარგია დედა. Уже 20 წლის წინ უნდა გენახა. ირშებლად მქონდა ჩემი ფოტოგალერეა თავის ატელიეში, ვაკეში. ხო გახსოვს რუსო? მე როგორ არ მახსოვს, ლიაკო და ეხაც გადასარევად გამოიყურები. გადასარევად. რა ვიცი. მოდი აბა ეხა შენ რუსო. მომეცდა გიჭირო. დემა, მოემზადე. არა რუსო, მოდი აბა ცოტა გაბრაზდი. აბა სიბრაზე დამანახე ცოტა. დი. არა რუსო. აი წარმოიდგინე რომ გოჩა მის კრემი არ გიყიდა, რომელზეც უკვე 2 თვეა ოცნებობ. მიდი აბა. ვაიმე. ო, კარგია რუსო. ვაიმე, რა წუწურაკია, ვიკა, ეგ ისი რომ ვერაფრით ვერ ვაყიდიდე, ბიჭო, ვერაფრით ვერ. გასწავდი რუსო. ურასუნია, ამის სუნს კობრიკი არა, ვახო ჩამოყვება თბილისიდან და რუსოს გამოიყვანს საძინებლიდან გეუბნები მუშ. ჯერ არ წასულხარ. არა, მე რა ვამთქვა 8 საათზე გამოგივლიო და ველოდები. და 9 უკვე. მელი? 9. დაბერდა კაცი და თავის დროზე მისვლა ხო არ სად არიცის რა. დაურეგო ერთი. რა ენაღვლება რა. თევზის საჭმელი მზამზარეული აქ და. გამორთულია. გამახსენეთ მერაბასწოს რა ქვია? ნინიკო, გოჩა, რა დაგემართა, ო, ნინიკო კაცო გამოვშტერდი მეც. რეგისებში რატო კითხე რა მერაბას ნინიკო არ მიწერია ამაც. ნინიკო. ალო ნიკო, დილამშვიდობისა. როგორ ხარ, გოჩა ვარ? ძინავს ხო ვაჟბატონს? რა? ვინ თქვა რომ ბებია მომიკვდა? სად არის ვახო? აი ნინი, აი. სათევზაო წასულა კაცო. ბიჭო, როგორ დაემსგავსეთ სამივე ეს ერთმანეთსა? მოდი აბა. ბაცუნა! აი მაგიარე რა. რად? რად? ყველაზე მაგარ ადმინად, ბაცუნა. მე კი გაღიარებ ნინი, მაგრამ შენამდე ვინც იყო პირველი მეშინია იმენ არ გააპროტესტო. აი რა. აბა ჭკვიანი და გენიოსი რომ ყავხარე გაქამდე აღიარებული მაქვს უკვე. ხო, მაგრამ ბაცუნა, აი ამას ვერ წარმოვიდგენდი რა. 1200 ლაიქი აქვს, შეხედე გვერდს. მართლა? აუ, ნეტა დამედო ჩემი ფოტო რა. ამდენი ლაიქი ცხოვრებაში არ მქონია. ეუф. რა? ეს რა დაგვემართა ნინი? რა ბაცუნა? არ ნახო რა გეხვეწები რა. არახე. რა არის? აი, დედა ჩემის ფოტოს 1000 ლაიქი და 150 შეარი აქვს. აუ, დავიღუპეთ ნიკა. ვაიმე, დავიღუპე. ეხლა ხვალ იმ 200 კაცის სახელს და გვარს ამომაწერინებს, ვისაც გვერდი აქვს მოწონებული და ლიას ფოტო არა.